მოგესალმებით. კარგად მეძინა. ახლა ვსივარ ფანჯარაში, ფანჯარაზე. რაღაცა მწერები დაფრინავენ. ჩავისვი ჩემი იისფერი თვალები. ანუ ლინზები. ამის გათიშვა ისევ დამავიწყდა. მოკლედ დღეს ზედმეტად კარგია მინდია. ზედმეტად. იმდენად რომ ცხელა. ამ ბოლო ხანებში ისე არეული იყო, ქარები, სიგრილე საღამოს. არა, დღეს საღამოსაც იქნება სიგრილე, იმიტომ რომ 19 გრადუსზე ჩამოვა. ახლა არის მგონი თუ სწორედ მახსოვს 28 გრადუსი. 28 გრადუსიდან 19-მდე რო ჩამოვა, მთელი 10. -10. ეს კიდე სერიოზულად მოქმედებს ადამიანზე. ხო, არის რომელი საათი? 6 საათი ყოფილა. საღამოა. მოკლედ დილას გამეღვიძა, როგორც თქვი, გამომეღვიძა. მე როგორც თქვი, შევიბრუნე წილი. და მე სოსომ დაიძინა. თურმე სოსოს არ ეძინა. მე რო ჩამეძინა, ძალიან ტკბილად ჩამეძინა. თურმე სოსო მჯდა არა კომპიუტერთან, რაღაცებს კითხულობდა, მუსიკას უსმენდა ნაუშნიკებით. და რო გავახილეთ ხარები, რო დავინახე, გავგიჟდები. თან ადრე, კიდევ კაი ადრე გამომეღვიძა, სადაც 6-7 იქნებოდა და აბა ეხლა დაიძინე მეთქი. სულ რაღაცა 1 საათის უკან გაიღვიძა. 1 საათია, რაც გვიძავს თუ 2? ესე 5 საათი გავიძა. არ მიყვარს რეჟიმების არევა. ისეთი კაიცა არის, ახლა დაგანახეთ. რას ვუყურებ მე აქედან. აი, ასეთი ხედი მაქვს ფანჯრიდან. ზივარ და ესე ტკბები ამ ლამაზი ცით. სხვათა შორის ძალიან მიყვარს აი, როგორ ვთქვათ, დიდი სივრცე რომ მოჩას ახლა. ჩემი ფანჯრებიდან აქედან საკმაოდ დიდი სივრცეა. უფრო დიდი სივრცე აეროპორტშია. ხო, იმ დღეს ვეუბნებოდი სესოს ხო არ გავისერნიოთ აეროპორტში მეთქი. და რა გინდაო აეროპორტში მეთქი დიდი სივრცეა იქ თქო და. ხო და ესე ჩადის რა იქით არის რა. ამ დროს შემოდის ხოლმე ცოტათი ფანჯრებში ჩვენთანზე. ესე ანათებს ხოლმე. დღის მანძილზე მეორე მხარეს არის ეზოში. ხო და მინდოდა გასვლა მაღაზიაში კატებისთვის რაღაცის ყიდვა მინდოდა, მაგრამ რა ვიცი, მეზარება მეგობრებო, ძალიან მეზარება. დასვენების თემას და მინდა მოვდუნდე ის კი რა სახლი არ დამილაგებია, ჯერ მელოდება. მე მგონი უფრო საღამოს დავალაგებ, რო აგრილდება, მოვალე ენერგიაზე და ეხლა ჯერ კიდე მოთენთილი ვარ. შეიძლება ცოტა ხანი კიდე წამოვწვე. და აბა უკვე მივირთვი. მოკლედ ესეთი ამინდი გვაქვს. ჩიტები დაფრინავენ თაში. მერცხლებია თუ ნამგალები, ვეღარ გავიგე. გონი ნამგალა. მოკლედ ესეთი ამბებია. ეს სცენარი რაღაცნაირად გადამიგვარდა, მე მგონი უნდა განვახილებას რას ვეძახი, ანუ აქედან იჭრება, ესე ახალგაზრდა ტოტებს წყალში ჩავდებ, დავაფასიანებ და მერე ისევ
ჩავდა ამას მერე გადავჭირდა ახლებს ამოიღეს. ეგ არის განახლება. ამას შეხედეთ, კატამ როგორ დაკბიჩა. შეჭამა. ის პედერა ისე ფულის ხეებია თუ რაღაცა, როგორ გახმო. არის. მოკლედ ყვავილებისთვის ის ცალია, ერთი ეს დარჩა ნორმალური. ყვავილებისთვის მართლა ვერ ვიცლი ჯერჯერობით. თუმცა რატო ვერ უნდა მოვიცალო კვირაში 3 დღე ხომ აქვს თავისუფალი ხო და უნდა მივხედო. კიდე მინდა რაღაცა მცენარი შეძენა. ამ ჯვირის გადახდაც არ მინდა რაღაცა ესე 20-25 ვარის ფარგლებში. არა მე რაც მომწონს ყველაფერი ჯვირია ძალიან. ხო. ესეთი ამბები. ჯობია ეხლა მე დავისვენო. დავისვენოს რას ეძახი, ანუ ვატყობ ჩემთას უცოტა კიდე მეძინება და მერე უფრო ენერგიაზე მოვალ და უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ, ჯერ სახლში გავაკეთებ საქმეს. პურით საყიდელი მაქვს, ფიქრობ, ჩავალ იმაში. სპარიც 24 საათიანია მქონდა, თან ქულები მაქვს, იმ დღეს ჩემმა ბიჭმა გადმომირიცხა ქულები და ბარემ იმ ქულებზე ვიყიდი პურს, ხო და სხვა დღეს არაფერს აღარ ვიყიდი, ხვალ გავალ ბაზარში, მინდა ბოსტნეული მწვანილები, შეიძლება მწვანელობიოც ვიყიდო, არ ვიცი რა მოკლედ რაღაცა მინდა გავაკეთო. საერთოდ ზაფხული არის სალათების სეზონი და სულ უნდა ჭამო კიტრი, პომიდორი სალათა, უბრალოდ სალათის ფოთლები, სხვადასხვა მწვანილები, უნდა იკვებო ხილით, ბოსტნეულით, მოკლედ აი ესე. წავედი ახლა მე წამოვწვევი და სახელმწიფო პრინციპში რომ დავნელდება რა მე გავაგრძელებ კიდე ვიდეოს და ავტოვთავ. ჩერჩერობით ეს ლამაზია, როცა მზიანათებს თან ჩამავალი მისი როცა ანათებს, რაც სხვანაირი ატმოსფერო გარდა შემოუბერა ჭადრის ფოთლის ხეებს. რაც სხვანაირი სილამაზე აქვს ჩამავალს ეს რაღაცა ლამაზად ეფიცხება იმას ფოთლებს გვერდზე და რაღაცამ დამიწერა რაღაც ესეთი სიტყვა დამავიწყდა რაღაცა ქვია მაგას როცა ფოთლებში ეს გამჭოლი ის არის სხივები მზის თუ ვინმე მიცით ან მოკლედ დამიწერეთ რა ქვია მაგას. ნუ ამ ეცოდან რამდენი ბუზები დაფრინავს, ესე იგი კიდევ კაის უკან მიდიან, იმიტომ რომ აქ ვერაფერს ვერ პოულობ. თან კატები ყავს, კატები დასდევენ. ეს უკვე გადაშრა, რა ვიცი, მოკლედ უკვე კარგი ხანია მივაგია ეს. ირინას ნაჩუქარი საბოლოოდ ესენი მე ჩავიწვი, იმიტომ რომ სოსოს არ მოერგო, სოსო ვერც შეეცნო და ძალიან ის არის, ანუ ფერატია უფრო ქალის არის. და მოკლედ ერთი ზომით დიდი კი არის, და ერთი ზომით კი არა, მეტი არის დიდი. არის, მაგრამ კარგად ხმება. ჩანს ღრუბლები ჩემს სათვალეებში. თუნდაც ჩანდა. ხო და ეს ეხლა იცით რა გამახსენდა, ადრე ის იწყებოდა გადაცემა გასწახოს კასკი. ბაბულია იჯდა ფანჯარაში. და ესე იწყებოდა რა, გასწახოს კასკი. აბა ვის გახსოვთ ეგ?
ეს პანჯარაში ვზივარ, მაგაზე გამიხსენდა. კარგით, აბა დროებით. მიდიათ ჩართულია და მუშაობს. მოკლედ გუშინ დავიწყე ვიდეოს ჩაწერა, ანუ გადაღება და ისე მოხდა, რომ ვერ დავასრულე. მოკლე ვიდეოების ჩაწერაც მინდოდა, პასუხები კომენტარებზე. ეგეც დაპაუზდა, იმიტომ რომ ის 1 საათი, რომელიც მინდოდა რომ დამეძინა მე არ დამაძინეს. იქ ცალკე მეზობელი, ცალკე სოსომ ბრენდერი ჩართო. მოკლედ არ გამოვიდა. ეხლა პატარა ბუტერბროდი მაქვს. ესე რომ მომშვიდება ხოლმე, ორ უკმას ესე შევჭამ ხოლმე. ისეთი თვალებით მოყურებს. გაფუსი. გაფი. გაფი. რატო აქ ესეთი ლამაზი და საყვარელი თვალები? გაფი, რატო აქ ესეთი ლამაზი და საყვარელი თვალები? ესეც ასე. მე მგონი დღეს მაინც მომიწევს გასვლა. გუშინ ძალიან ცხელოდა. ძალიან მორიდებლად ვეწევი სიგარეტს. ძალიან მორიდებლად, ხო? თითქოს ცხვირი მოთხოვნული გაქვს. რა უხდება? ლაქა აქ ესეთი. ხო ვიღაცა მიკითხა, კატებს ვეფერებიო, ოღონდ ისე არ როგორც ზოგიერთები არ შემიძლია. იცით როგორი ისა მაქვს დამოკიდებულება. ზოგადად ყადა ან ძაღლი არ აქვს მნიშვნელობა, თუ არ არის აცრილი, თუ არ არის იდეალურ სისუფთავეში და რაც უნდა იდეალურ სისუფთავეში იყოს ცხოველი, მე მაპატიეთ და ერთ ადგილს რო გაილოკავს ძაღლიც და კატაც და მერე იმას პირში რო კოცნიან, აი ჩემთვის არის როგორი მე მაპატიეთ და გულისამრევი. ну, ვფიქრობ, ესეთ ადამიანებს ალბათ ჯერ ისედაც ყველა ადამიანს აქვს პარაზიტები და ალბათ კიდე ორმაგი კომპლექტი აქვს პარაზიტების ორგანიზმში და ზოგი იმდენად არის გადართული სხვისი ცხოვრებით, რომ საკუთარი ავიწყდება. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი ცოდვა. როდესაც ადამიანს პირველ რიგში გაბარია საკუთარი თავი და საკუთარ თავზე აღსრულნავ და პასუხისმგებლობას იღებ სხვა ადამიანებზე და იღებ ერთია და საკუთარ თავს არ უთმობ იმდენ დროს როგორც სხვებს. ვფიქრობ ძალიან დიდი ცოდვაა. და სამწუხაროდ ამ ბოლო ხანში რაც მესმის ხოლმე გმირობას არ ქმევენ იმას, რომ სხვაზე როცა ზრუნავს ადამიანი. ანუ გმირობა რეალურად
უფრო ჩაითვლება, რომ ესეთმა ადამიანებმა საკუთარ თავს აუწყონ დრო. ეს იქნება მართლა გმირობა. ოღონდ ისე კი არა, რომ დააზარალოს ერთი ან მეორე. ყველაფერში ბალანსია საჭირო. რასაც ვერ წუდება, ადამიანი არ უნდა გააკეთოს. ესე ვთვლი. გმირობა. გმირები, როგორც წესი, ცოცხლები არ არიან. ზოგადად. დობი უყურებს ჩემ ფეხებს. როგორ ვაქანავებ? ხალხს ძინავს. მე გამომეღვიცა, როგორც წესი. როგორც ყოველთვის. კიდე დამჭირდება ცოტა ცილი, ფიქრობ, ჯობია ეხლა დავისვენო, სანამ ძინავს, თორემ მე რაღაც ისე ვატყობ, დღეს ღამე ერთი ნორმალური ღამე მექნება გამოსაძინებლად და ხვალ უკვე რომ დავწვევი დასაძინებლად, უკვე ზეგ სამსახურში გავდივარ და ჯოჯოხეთური 4 დღე მელოდება და რატო ვეძახი ჯოჯოხეთურს? ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. არის ბევრი ხალხი, არ არის ბევრი ხალხი. მე ყოველთვის მაქვს სამუშაო. ისევე როგორც მზარეულებს. ანუ ადრეც ვთქვი, მომზადება სადილების, ისეთი თავარი სადილების, რომლებიც იმ მომენტში არ კეთდება. ეხლა მაგალითად დავუშვათ სულხარჩოს ვერ გააკეთებ 15 წუთში, ვერ მოამზადებ, ხო ეგრეა? ანუ მომხმარებელი ვერ დაიცდის მთელი ის დრო, რაც სჭირდება ხორცის მოხარშვას და ასე და ასე შემდეგ. ხო და ასე რომ არის რაღაცები, რაც მზადდება. მაგრამ ძალიან ხშირად ვუწევთ მომზადება, იმიტომ რომ აკეთებენ იმდენს, რომ ანუ მალევე ხდება განახლება. 2 დღეზე მეტი მე არ მახსენდება, რომ რაიმე გაჩერდეს მაცივარში გამორიცხულია. არ ვიცი, მე სხვაგანები ხდება და რებს აძლევენ, რებს ყიდიან მომხმარებელზე, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი ახალია და რო იტყვიან რუსულად свежий. ხო და ესე მოკლედ ერთი და იგივე გაკეთება, რომ გიწევს ყოველ დღე, არაფერი რო არ იცვლება, ძალიან დამწვრგუნველია. ვცდილობ ხოლმე არ ვიფიქრო. ეხლა ბოლო ხანებში მოვიფიქრე კიდე ის, რომ უფრო კოლექტივში რაღაცნაირად ვცდილობ, რომ განვიმუხტო, რაღაცა საუბრობთ, რაღაცა ხუმრობთ, თორე ჭკვიდან გადადგებოდა ყველა აბსოლუტურად. იმიტომ რომ ძალიან რთულია. ვისაც არ გამოუცდია, ვინც არ იცის ესეთი ტიპის სამსახურები, ვერ გაიგებს თავისთავად. დაახლოებით ისეთი ვარიანტია, მაძღარს მაძღარი ეგონაო, მართალია ეხლა შეესაბამება ამას, მაგრამ დაახლოებით ესეთი ის არის, რომ ანუ როცა არ გამოგიცდია, სხვის მაგივრად ვერ ილაპარაკებ.
ესეთი ამბები მიგვირს ადამიანების თანამდებობები და მიგვირს მაგალითად კითხვაზე დამოკიდებულება ეს არის გეფიცებით კატასტროფა იმ ადამიანისთვის თვითონ ვინც არის დამოკიდებული მსგავს რაღაცებზე და რომ ჯერა რომ რაღაცა არა კი რაღაცეები კი არსებობს მაგრამ იმ ფორმით არა როგორც წარმოუდგენია ბევრს და ძალიან ილუზიებში გადავარდნილები აი რაღაცნაირად რუტინული ხდება რა და სულ რაღაც მოლოდინში არიან და არ შეიძლება უნდა იცხოვრო ადამიანმა უნდა შენ თვითონ აკეთო საქმე შენ თვითონ იფიქრო ნათქვამია სადაც არის ფიქრები მიმართული ის არის აქტუალური და ის ხორციელდება ცუდია კარგი არ აქვს მნიშვნელობა საითაც არის ყურადღება მიმართული ზუსტად ის ხდება ადამიანის ცხოვრებაში. მაგალითად, ახლა ყოველდღე რომ მე ვიფიქრო იმაზე, რომ აუ ეს თანხა ვთქვათ არ მყოფნის, იქ კრედიტი მაქვს გადასახდელი და სულ ესეთი აზრები როცა ტრიალებს გონებაში, ამ ასე ვთქვათ ჯოჯოხეთური წრიდან ვერ გამოვალ. იმიტომ რომ რეალიზება მოხდება ფიქრების ასე ვთქვათ სამყაროს ესე ესმის კანონზომიერება ესეა წესები აქვს ცხოვრებას არავინ არ გვიყვებოდა ბავშვობიდან არავინ არ ვიხსნიდა ამ ყველაფერს უფრო მეტიც ჩარჩოებში ჩავხსვეს კარგად გოხდათ და სათავისოდ მოვიხდეს ყველაფერი იმიტომ რომ გჭირდებათ ბრიყვები, ბევრი ბრიყვი, რომ თვითონ კარგად იყონ, მაგრამ ის არიციან სამყაროს კანონზომიერებაში, ესეც დარღვევაა, როდესაც ადამიანი ვინმეს, ასე ვთქვათ, სულ ოდნავ მაინც აზიანებს, ხო? ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ, იმიტომ არის, რომ იმ შეძლებულ და გავლენიან ხალხსაც 1000 პრობლემა აქვს და ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემა და არა მარტო თვითონ მათ ახლობლებს და იმიტომ რომ არასწორად გაიგეს ზოგადად უნდა იყო კეთილი, უნდა ცოდნა გააზიარო, უნდა იმიტომ რომ სამყაროში ყველასთვის ყველაფერი საკმარისად არის. არავინ არ დაიჭიროს ის რომ რესურსები ამოიწურება და არავის არ ეყოფა და ყველას შეუძლია, ყველას აქვს ამის პოტენციალი რომ იყოს კარგად, იქნას თავი კარგად, მაგრამ ზოგს აქვს გაღორების მომენტები და რაღაცნაირად მანიპულირებენ ადამიანებით ხო და სამწუხაროდ ის არიციან, რომ ადრე თუ გვიან მათაც მოუკაკუნებს ბუმერანგის კანონები და ვალების გადახდა მოუწევთ. თან ახლა არის ის ვიტრან პანჯალაღია, როდესაც კარმულ იმას, ასე ვთქვათ, ბუმერანგულ როგორ ხო ბუმერანგის ასე ვთქვათ დარტყმებს მიიღებენ უბრუნდება ბუმერანგი რა. ანუ რასაც გასცემ. ხო და ვინც კარგი გასცა, კარგად დაუბრუნდება, ვინც ცუდი, ცუდად დაუბრუნდება. არ პატიობს სამყარო გადაბრუნებულ უარყოფით აზრებს ადამიანებს, არავითარ შემთხვევაში. თუ ადამიანი საკუთარი თავის მტერი არ არის, მაშინ უნდა ესმოდეს, რომ არ ვთქვათ, თუნდაც არ ილაპარაკოს სხვაზე ცუდად, არ უსურვოს ადამიანს ვინმეს კონკრეტულს არ აგონებს ცუდი, არ წაართვას რაიმე და ასე და ასე შემდეგ, მოკლედ პირიქით უნდა ადამიანები ცდილობდნენ, რომ ერთმანეთს როგორმე დაეხმარონ,
ასე ვთქვათ, ხელჩაკიდებულებმა იცხოვრონ, ხო, ეს განგონეს წუთი სოფელი და მოკლედ, ვისაც არ ესმის, ასე ვთქვათ, აუნაზღაურდებათ მალე, ძალიან მალე. ის რაც გააკეთეს. კარგი იქნება თუ ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა. მემბრალებიან, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც უნებლიეთ თუ უცოდინრობით, ვისაც მართლა აქვს ამის შესახებ ცოდნა და ესმის ეს ყველაფერი, ეს საკითხი, მაშინ ოღონდ არახელოვნურად, ხელოვნურად არ გამოდის, სამყაროს ვერ მოათხოვებ. სამყარო ითვლის ყოველ შენს ემოციას, ყოველ შენს ჩასუნთქვა, ამოსუნთქვას. დეტექტორი როა, იმაზე უფრო ძლიერია და იმ ვიბრაციებით შენ ვერ მოატყუებ, რომ აი, ვთქვათ, ხელოვნურად რაღაცა შექმნა, არა, გამორიცხულია. ეგეთი ადამიანი არც დაიბადება, არც დაბადებულა. ხო და ასე რომ ესე მარტივი არ არის სამყაროს კანონები. ესე არა მოწყობილი ცხოვრება. ხო და გულწრფელები უნდა ვიყოთ და ის წენა, ხო, ერთხელ ვკითხე მოძღვარს, რა არის მეთქი წენა. ძალიან გაუხარდა ეს შეკითხვა, რომ დავუსვი, იმიტომ რომ შევამოწმე ხო არ კარითი შეთქო. ძალიან გაუხარდა ეს შეკითხვა, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი კითხვა აღმოჩნდა. იმიტომ რომ მართლა მაინტერესებდა, რომ რა არის ეს წენა, რატოა საერთოდ და საერთოდ წენასო, ანუ ჩვენ ამ ემოციას რო განვიცდითო, ამას ჩვენ ვიმსახურებთო. როცა რაიმე გწყინს, ის შენ დაიმსახურე. ესე იგი რაღაცას არასწორად გააკეთებ. როდესაც ადამიანი სწორედ იქცევი, სწორედ როგორ ახლა გულის კარნახით, სინდისით, კეთილსინდისიერად, ესე ვთქვათ, ხლაბუცი დავფრინავს. აი მაშინ როდესაც კეთილსინდისიერი ხარ, არ ხდება ესეთი წყენები და როცა გწყინს, ესე იგი შენ დაიმსახურე. ნუ არ ვიცი ახლა გაიგებთ, არ გაიგებთ, ნუ მოძღვარმა ესე ამიხსნა. ნუ წყენა არის ის ემოცია, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ. ძალიან ბევრს აქვს ეგოისტური აზროვნება, ეგოისტური ემოციები და უბრალოდ აი არ უნდა გაიგოს, არ უნდა შეიგნოს, რომ ეს ასეა, ეს ესეა. არ არის ესე მარტივი სამყარო, მარტივი რო ყოფილიყო, აქამდე ბევრჯერ განადგურდებოდა. საქმეც იმაშია, რომ ზუსტად ეს ბალანსი არსებობს. ესეთი ამბები. კარგით. სალადაძინება. მოკლედ წყალი იყო გათიშული. რო ჩამოვდიოდი უკვე მეთქი წყალს ვიყიდით ხო? ანუ დასალები წყალი რა? და ისე მაქვს ხოლმე დაგროვილი. ჩამოვდივარ ეზოში და ვხედავ ეზოში წყალი მოდის. შევბრუნდი უკან. ჩავრთიეთ. ავავს ეწყლები და გამოვედი. ეხლა პომიდორს ვიყიდი. კიდე თავის ნახოთ შეიძლება ბიო ვიქნება. პატარა ბაზარია. ზემოთ.
კარგით აბა გადავალ გადასასვლელზე. მოკლედ ვიყიდე პომიდორი, მწვანილები და გავაკეთებ ჩიჟიბიოს. ხო და იქვე არის ქოთნის ყვავილებს ყიდის ქალი. ვიკითხე გლიცენიები და ღირდა 30 ლარი. ნორმალური ფასია. და შეხოთ ვიყიდიაფერია მეთი და ცისფერი ანიციფერი. მე ვარდებზე ვუსამბობდი, ვარდები მინდოდა ფანჯარში გამეხარებინა, როგორც გლიცენიები ისე რო არის, მაგრამ გლიცენიებიც კარგია. და ჩემი ეძახის ჭიანჭველები იცისო, მაგრამ ყვავილები მიყვარს. და მოვედი. ნახშირიც მივაყოლე და ვიყიდე. საუბრუნდი უკან, აფთიაქში შევედი. ვიყიდე 4 ცალი. რაღაც ვულკანში შეფეთულობა. მოკლედ კატები კიდე კნავიან. ახლა მათ სოსის გავუყო. მოიცადე პომიდორი და მწვანილები ციცაკით. მოკლედ ციცაკები, მწვანე ციცაკები მიყვარხარია. მწვანილები და პომიდორი. მეჩვენა ცოტა ისეთებია, მაგრამ ეთყობა რომ გემრიებია. ისე ხა ჩავაწვდ კონტეინერში. ესეთი ისინი აქ რა. ყველას არა რა თქმა უნდა. კიდეც. ნუ რას იზამე ხა ბუნება ეს ეშვება და თავარია არ იყოს დაჭყლეტილი და ასე შემდეგ. ცხელა ვერ გაიგებ რა, ეხა სანამ გავიდოდი რაღაცა ქუხილის ხმა შემომესვა, მეთქი ახლა წვიმა წამოვა. ხა და გავიკეთებ სალატს. მანგრინძილი არ მიწერია. ნუ ვეცდები მაინც რომ ცოტა თვალი მოვატყუო. ხო, ნახშირი რატო ვიყიდე? ნახშირი ზოგადად სისხლსაც ასუფთავებს. ნახოთ აბა როგორც თქვა გემრიელიაო. ესეთი გემრიელია. ახლა ერთი სული მაქვს გლიცენიების ყიდვის. თან ვფიქრობ, საერთოდ გლიცენიებს უყვარს დიდი მიწა. მე კიდე ახლა ისეთი დიდი ქოთანის არა მაქვს. და იქნა თქო მოვახერხო და ქვემოთ, მაგრამ უნდა მაშინ მეგათქვა ავიღო და იქ ცოტა უცნაური ხალხიც ხონდობს.
სცენარეების მიმართ, როგორც ჩანს, აგრესიას აქვს. ორჯერ ქოთანი მომპარეს. და რაღაცა უნდა მოვიფიქრო. რაღაც აუცილებლად ინტერვიუ მესურვებოდა. წუხელა ხან. სამწალი არ არის. გუშინ მეზობელმა, ანუ რატომ ეძახდა მეზობელი? აი ეს მეზობელი, რომელიც ასაც ჩუქნის ხოლმე, მეც რომ ვეხმარები ხოლმე, ეს არის სასურველი ხოლმე. მოკლედ საზამთრო უკიდია. და აი დიდი ნაჭერი მოგვიჭრა, დიდი საზამთრო იყო. 12-13 ლარი მოუწიაო. ანუ კილოგრამი შეხებამისა, როგორც შეიძლება. და მაგიტომ ეძახდა. საზამთრო უნდა მოეცა. ასევე სარეცხით უნდა დასარეცხი. ასე უნდა გავთვალო ხოლმე დასვენების დღეს. კარებზე უნდა დავაწერო ხოლმე მიღების საათები. სასტუმროებშია ის დავაწერია ხოლმე გარედან არ შემაწუხო. ესეთი ამბები აი წყალი რომ მოდის რომ გადაყირავდა. უი, დამოვიწყდა. ძმარი. ცოტა ძმარი. ჩანგალი მინდა ახლა. გასარის ყოფილი. სოსო გაიხვიძა და ვერ აკეთაჯერ. სოსო. გები? კიტრი არ დავაჭერი, რაღაცა მომდოდა აქ ასეთი. ხო, ეს პურის მაცივაში ჩადება დავიწყე.
ესე ორ პატარა ნაჭერი რა ქვია ეს ქაფოს ფურს მოვიჭრი ეს არის ჩემი სადინი ой მარი დავაყარე ამიტომ Ali არ დამიგორიან ერთი აბი 10 კილოგრამზე ამ ეტაპზე 7 აბი უნდა დავლიო. ჯერჯერობით არ წასულა ქვემოთ კიდე წონა. კარგით, აბა დროებით და საღამომდე.